ეს წელს მეორე ან მესამე ვიდეო იდება, ძალიან შევნოდით, ძალიან ჩაგვიბარდა ასე ვთქვათ, მაგრამ გვინდოდა რომ გავკეთებინა რაღაც ბოლო მაინც პროდუქტიული და საინტერესო, ამიტომაც რამდენიმე ვიდეოს შემოგთავაზებთ, სანამ წელი დაიხურება. ეს იდეა დიდი ხნის წინ მომივიდა, რომ ცხოვრება არის მარათონის მსგავსი, ულტრამარათონის მსგავსი. მას მერე გავიაზრე განსაკუთრებით, რაც ვირბინე ჩემი პირველი მარათონი, რომელიც აბსოლუტურად ჯოჯოხეთი იყო და ამის გამარჯვება მართლა არ მინდა, თუ გაინტერესებთ. და მინდა რომ თქვენ შემოგთავაზოთ რას ფიქრობ, რომ საერთო აქ რა ანალოგია არის ცხოვრებას და მარათონს შორის. პირველ რიგში ერთ-ერთში არ არსებობს ანალოგია, ერთ-ერთში ჭრიდეს, განსხვავება მაინც არის ხოლმე, მაგრამ ბევრი მსგავსება არის. მაგალითად, არც ცხოვრებაში და არც მარათონში არასოდეს არ ჩერდები ბოლომდე. გაჩერება შეიძლება იყოს თქვა ფიზიკური, მაგრამ როგორც აი რა ვიცი, სულიერი პიროვნული დისპონჩი არასოდეს არ ჩერდები. როცა იღლები ადამიანი, გადაიღლები, დაისვენებ. ხო, დასვენებას კი სტატიკური რაღაცაა მდგომარეობა, მაგრამ მაინც ამ დროს ძალას აღიდგენთ. ძალის აღდგენაც კიდე რაღაცნაირად მაინც წინ მიმავალი რაღაც აქტია, თქო, პროგრესის რაღაც ძალის განახლების აქტი. რაც უფრო ნელა მოძრაობ ცხოვრებაში და რაც უფრო ნელა მოძრაობ მარათონზეც ალბათ, მით უფრო გრძელი გეჩვენება გზა და კი მართალია, არაფერი აქტი არაფერი არ გაწუხებს განსაკუთრებით, მაგრამ ფიქრობ, რომ ასე თუ გავაგრძელე, ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ მივახციო ჩემს მიზანს. ეს კიდე ხან ხოლმე მოტივაციას გაგარგვინებს, იმიტომ რომ აი, როდემდე შეიძლება პირობითად, ხო? უნდა ავჩქარდე ფიქრობ და ამ პროცესში ყოველ ჩვენ სიჩქარეს, რომელიც არის შესაფერისი იმისთვის, რომ არც ძალიან გადაგვღალოს და კუნთები აგვატკიოს და არც ძალიან ნელი, რომ ვთქვათ, აი, ოდესმე დავამთავრებ ვიფიქრო. ვისაც კი უცდია გარბენა, რა ვიცი, მოკლე სპრინტის, აი 100, 200, 400 მეტრის იცის, რომ ამ სიჩქარით დიდხანს ვერ გაძლებ და რომ დაამთავრებ ამ 200 მეტრს და სუნთქვა აღარ ყოფნის, რომ დიდხან კიდევ ერთი გაიგეციო, ვიფიქრებ, ნუ შანსი არაა, ძალიან უკინასავით გააგრძელებ. სწორედ ასევე ძალის გამოზოგვის სწავლება არის პრინციპული ცხოვრებაში რა. არაფერი რაც ღირებულია და თქვა წვალებად ღირს, რაც თქვა მასშტაბური ხდება ხოლმე, არ ხდება ერთ და ორ დღეში, ერთ და ორ მცდელობაზე. განათლების მიღების პროცესი, რაღაცა სკილის გაუმჯობესება, გამომუშავება, ენის სწავლა, ინსტრუმენტის სწავლა, თუ რა ვიცი, სპორტში განვითარება გჭირდება, საჭიროებს დღიდან დღემდე განმეორებით ვარჯიშს, რეპეტიცია, რუტინა მოსაბეზრებელია და ამიტომაც არც ერთი დიდი მიღწევა არ ყოფილა, რაღაცა ხლაპუშკური მოტივაციის შედეგი, რომ ესეც კապ და მივარდი გააკეთე. ვისაც ურბენია ულტრამარათონი უსმენია მაინც მის შესახებ, ალბათ იცის, რომ ეს არის ხოლმე, ну, იშვიათად რაღაც ტრასაზე. ეს არის ძირითადად რაღაცა მთებში, ბუნებაში, ლამაზ პეიზაჟებზე. ფიქრობ, ნაწილობრივ იმიტომ არის ეს, რომ თქვა, ნაკლები შეხება ქონდეს ცივილიზაციასთან და კამუნებლებთან, შეიძლება. მაგრამ ასევე იმიტომ არის ეს, რომ დამატებით გამოწვევა ზრდის. იქ არის აღმართები, არაერთგვაროვანი რელიეფი, იცვლება ხოლმე ხან ასფალტზე მოგიწიოს, შეიძლება ხან რაღაცა ხრეშზე, ხან ციცაბოა დაღმართი იყოს, შეიძლება და ეგეც გამოწვევა და ცხოვრებაში ეგრე არის ხოლმე, რომ არასოდეს არ არის მოვლენების განვითარება სწორხაზოვანი რა. ან განსაკუთრებით ძნელდება დაღმართივით არის, სადაც ნელადი ხარ უფრო, ხან მარტივდება დაღმართივით ჩამორბი ხარ, ჩამოზულზულდები, ხანაც სწორად მიდიხარ, ხან ნაჩქარდები, ხან შენელდები. ფიზიკურ ტკივილზე მეტად აქ მნიშვნელოვანი არის ქონდეს ადამიანს უნარი გამძლეობის აი აქედან, იმიტომ რომ რაც არ უნდა ფორმაში იყოს ვიღაცა, ვინც გადის იქ ყველას საკმაოდ მალე, ფარდობითად მალე ეწყება ხოლმე აი აუტანელი ტკივილი ფეხებში, შეიძლება რაღაც ტრავმამ გაახსენოს თავი და იშვიათად ყოფილა ალბათ, რომ ვიღაცას წინა ფორმის ხარჯზე გადაელახოს ეს დაბრკოლება, ხდება ხოლმე ძირითადად ამით. პირველი, რავი, 30-40% შეიძლება გაქაჩო, მაგრამ მერე უკვე ხარ შენ თავთან ბრძოლაში, რომ აი ეჭვების შემოგეპარება, შიში შემოგეპარება, აი ღირს, არ მინდა რაღაცა მეშინია. დასაწყისი ყოველთვის არის უფრო აღმაფრთოვანებელი და შთამბეჭდა, ვიდრე შუიდან იწყება. თავიდან ხოლმე ეგეთი ვიდეოც არის მაგაზე, თავიდან ყველა მიდის რაღაც განსაკუთრებული შემართებით, რომ მოდი აქ და რაც უფრო დიდი ხანი გადის, მით უფრო მეტად გემატება ტკივილი, გემატება ეჭვი, გემატება შიში, რომ აი მე შემიძლია თუ არა, ღირს თუ არა. ვინც თავიდანვე მირბის ჩქარა და იღლება მალე, ან ჩერდება და ნებდება, ან კიდევ ძალიან ნელდება და ჭკუას სწავლობს, რომ არ ღირდა ესეთი ნამეტანი ამპარტანობით რაღაც გაქცევა. და იცოდე, რომ ეს არის ძალიან გრძელი ბრძოლა და უნდა მზად იყო დიდი ხანი არ გაჩერებისთვის. პასუხი კითხვაზე რატომ და რისთვის არის აუცილებელი ყოველთვის, იმიტომ რომ რაც უფრო რთულდება, უფრო და უფრო ხალმაღლად გებრძვის ეს კითხვა და თუ არ გაქვს პასუხი მაგას ვერ გაუძლებ. გამოთქვაც არ ნიშნავს, რომ ვისაც აქვს რატომ შეუძლია გადალახოს ნებისმიერი როგორ თუ რაღაც მსგავსი. და ძალიან აქტუალური აქაც. რაც არ უნდა იმეორო სხვისი ფრაზა და გოგის is who's gonna carry the boats თუ არ არის შენგან მომდინარე და თუ არ გაქვს შენ საკუთარ თავზე გამოცდილი და არ გაქვს შენ თვითონ შენ თავში ძალა ნაპოვნი აქამდე რომ გადიოდი. არ გაქვს რაღაც მოძრავებელი ძლიერი ძრავა. ამის გარშე ვერ გადალახა ამას, ვერ დააფეიქებ. რა აზრი აქვს ამას, ხო? რატო უნდა გაზარდო ეს დაბრკოლება, იმიტომ რომ მაზოხისტურად ჩანს ბევრისთვის, რომ საკუთარი ნებით აირჩიო რაღაც ეგეთი რთული,
მზადება კი ნამდვილი ხანი, მე იგი ტანჯები, მე რომ მორჩები თუ მორჩები კიდე 2-3 დღე აღდგენაში ხარ და ადამიანად აღარ ვარ გიხარ და ვისაც უნახავს რავი ეგეთი რამე, ჩემ გარშემოც უთქვამთ, რომ რა ისთვის აკეთებ, გაგიჟდა, ვისაც უმტკიცებს. მე მაქვს მაგაზე პასუხი. ადამიანი თავის თავს უმტკიცებს, რომ შეუძლია, რაც უნდა ვიღაცამ თქვას, რომ იქ არ არის საჭირო. თუ არ გაქვს დაგროვილი რაღაცა მტკიცებულებები იმისა, რომ შენ ეს შეგძლები და გადაგილახავს, ხო, პროსტა ესე ჰაერიდან არ მოდის თავდაჯერებულობა და ეს გჭირდება კონდეს შენ მომარაგებული, რომ გაგახსენდეს, რომ გამიკეთებია ეს და ეს, ამდენად მე შემიძლია ეს გავაკეთო. როგორც ამ სპორტში, ისევე ცხოვრებაში ძალიან კარგია, როცა ვიღაც ხავს გვერდით და ერთად მიდიხართ ამ მიზნისკენ, ხო? კი, შეიძლება იქ შუაგზაში ორივე თავისთვის ჩაიკეტოს და საკუთარ ტკივილთან იბრძოდეს და ამდენად უფრო იზოლირებული იყოს მეორისგან, მაგრამ ის ფაქტიც, რომ ამ ბრძოლას ერთად გადიხართ და ორივე ერთ მსგავს სიტუაციაში ხართ, ეგეც კი გაერთიანებთ. ხანდახან არ გამოდის ვიღაცის ნახვა, ვინც თქვათ გამოყვება ამ რთულ გამოწვევაზე, მარტო გიწევს ბევრი ჩემს გაკეთება, მაგრამ თუ დიდი ხანი ხარ ამ თამაშში, ასე ვთქვათ, ვიღაცას მაინც ნახავოდეს მე და სანამ არ ყავს, მაგამდე არ აუშვებს რა. არაფრით არ გაფერხებს, პირიქით უფრო გაძლიერებს კიდევაც მარტო როცა აკეთებ. ულტრამარათონები ტარდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ბუნებაში და ანუ კანიონები არის, იქ მთები არის, ცვალებადი ლანდშაფტი, რომლებიც გაძლევს საშუალებას, რომ რაღაც მომენტში ან გაჩერდე, ან შენელდე და გაიხიდ, გამოიხედო, დატკბე მართლა ამ უნიკულობაზე ადგილებია ხოლმე ევროპაში განსაკუთრებით და ეცხოვრების მსგავსად რა, რაც არ უნდა რთულ ეტაპში იყო და რაღაც იმაში ბრძოლას გადიოდი, უნარი გაჩერდი, მიმოიხედო და ასკრინშოტო გონებრივად თუ გადაიღო სურათი, ეს ამ გამოცდილებას 100 ჯერ უფრო მეტად მატებს ფასს. იმიტომ რომ კი იმ მომენტში სხვა რაღაც გადართული, მაგრამ როა დამთავრდება ხო და როცა იხსენებ, ეს ნამდვილი სურათები იქნება თუ გონებრივი სკრინშოტები იქნება, აი ეს მოგონებები ამ ამოცილებას განსაკუთრებით აუმჯობესებს. დაფასებაა რა, პროცესის დაფასება არის და მარტო ესე კი არ არის, რომ ადამ ბ-მდე მივიდე. აი ადამ ბ-ში ბ-მდე სანამ მივალ, იმასობაში რა ვისწავლე, იმასობაში რა გავხდი. აი ეს არის ჩემი თავარი. მადლობა ყურადღებისთვის, თუ აქამდე მოხვედით და შემდეგი ვიდეო იქნება ბევრად უფრო ინტენსიური და საინტერესო.